რა გიხართ ჩემთან ერთად არა მარტო მანქანას, არამედ შოთასაც ხედავთ, რა თქმა უნდა, მაშინ ხვდებით, რომ საქმე ეხება დაშლა არმოშლის ახალ ვიდეოს, ახალ სერიას. ყველაზე მოთხოვნად პერიოდში შედის Honda Accord-ის ეს თაობა საქართველოში ისედაც. ბევრს აინტერესებდა. პირველზე რომელია? ჯერ ალბათ თქვენ თუ მიხვდებით? მე რასაც არ ვაღიარებ. შენ არ აღიარებ? ეგ უნდა მეთქვა ხა ზუსტად ძალიან ძნელია, რომ Honda-ს მფლობელი გადასვა სხვა მანქანაზე. ხო, ისე მაინტერესებდა ამისი დინამიკები. აბა ნახე ბარემ. ელექტროვარიატორი ეხა კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდება ხალხს, რომ ეს თლად ძალიან ფაქიზი და მალფუჩებადი ხო არ არის და როგორის მოვლა ჭირდებაო და. ანუ ნახე რა ჭკვიანურად აქვს გაკეთებული, ანუ ელექტრომობილებში ხო პირდაპირ ესე აუშვებ და ჩერდება და აქ აი ეს თვითონ აკეთებს ამ. აი ეს თვითონ ჩერდება. აი ეს სულ ერთი დამუხრჭებით, რამდენი მეტრი გამოვია 200? 30% მოემატა 30%. რა კარგად მოხდავს, ესე იგი აი ეს ჩამოყრა აქ. ხო, მაგიტომაც ცოტა მეცოცხლს. შოთას ჰობი მინდა გითხრათ არის მკვდარი აკუმულატორების გაცოცხლება. ამიტომ პირველი ყველა კითხულობს რა შევცვალოთ, სად შევცვალოთ და როგორი აკუმულატორი ჩავაყენოთ. შოთა, სანამ შემდეგ საერთოდ გადავალთ ავტომობილის გამომწერებისთვის მაქვს ძალიან კარგი ამბავი. რა კაი ტიპები არიან, მოდი მაგხრივ კი, მაგრამ აი თუნდაც მაგხრივ ეს და ბოლოს ორი ზეთი რო შეგრჩება ხალხი. შეცდომაში მაგით შედია რომ ასხავი რაღაცას დიაფიან შეუყოვლად შევსავებო ანტიფრიზ, უხარისხო ჰაერის ფილტრის დაყენების შემთხვევაში მტვერს შეიძლება ავტომობილი ბევრ შეიტანს და დააწყებინებს ზეთის ჭამასაც. აი ჩვენ კი ვისურვებთ დღეს რომ 2-დან 2 ტურბო ყოლო და თქო, მაგრამ თუ გადაცემათა ყოლოფის ზეთი აი ესეთი დეფიციტურია, უკვე აღარ ვისურვებდი. შოთა, მე მგონი კომენტარებში როგორც ითხოვდნენ, დღეს გაცადე ლაპარაკი, ხო? აცადეო, მაგ კაცო ესე წერდნენ ბოლო წინა ვიდეოში და გაცადე დღეს მე მგონი კარგად, რა ვიცი, აბა თქვენ რას ფიქრობთ? მოგესალმებით ავტობილ საქართველოს მაყურებლებო და გამომწერებო. რა გიხართ ჩემთან ერთად არა მარტო მანქანას, არამედ შოთასაც ხედავთ, რა თქმა უნდა, მაშინ ხვდებით, რომ საქმე ეხება დაშლა არმოშლის ახალ ვიდეოს, ახალ სერიას. ეს არის მეოთხე დაშლა არმოშლა. ჩვენ უკვე განვიხილეთ Subaru Crosstrek, Mercedes E-Class, მე უკვე განვიხილეთ 2 Jeep, Cherokee და Renegade და მოვედით აი ამ მანქანამდე. ეს არის მეათე თაობის Honda Accord, რომელიც არის ძალიან მოთხოვნადი, არა? კი, პირველივე სერიის გამოსვლის დღიდან ბევრმა გთხოვა, დაგვიკომენტარა ასევე, რომ იქნებ გადაიღოთ Honda Accord მეათე თაობა და ყველას აინტერესებს უკვე ეს მანქანა, ისეთი არის. საკმაოდ ლამაზი მანქანა არის. და გამოშვების წლები და პერიოდიც ისეთი აქვს, რომ აი ახლა არის ძალიან აქტუალური ქართველი მომხმარებლებისთვის ჩამოყვანის კუთხით Honda Accord. მოკლედ, ჩემი წარმოდგენით, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ ხო ქვია დაშლა არ მოშლა. თუ კი რომელიმე ავტომობილი შეიძლება ასოცირდებოდეს რომელიმე ბრენდის ავტომობილი არ მოშლასთან, ეს არის სწორედ Honda ზოგადად, ჩემ წარმოდგენაში. იმიტომ რომ Honda ნაკლებად ასოცირდება დაშლასთან, უფრო არ მოშლასთან, ანუ უფუჭებად, ბრენდად ვიცით და ვიცნობთ. შეიცვალა თუ არა რამე, აი ამის გარკვევას ვაპირებთ დღეს. ისევ მარტო არ მოშლასთან ასოცირდება, თუ უკვე რაღაცა იქითაც წავიდა. გამოჩნდება, შევამოწმოთ, ეხლა სიმართლე გითხრა Honda საერთოდ არის ჩემი საყვარელი ბრენდი. ოკეი. და საკმაოდ კრიტიკული ვიქნები. ძალიან კარგი. და ბევრ დეტალებს ჩამოვთვლებ და მივყვებით, აუ ნახოთ მეც მაინტერესებს. საჭიროა შენი კრიტიკა არის დღეს ძალიან საჭირო, იმიტომ რომ მე პირადად Honda საკმაოდ მიყვარს. ეს არ არის ჩემი საყვარელი ბრენდი, მაგრამ ყოველთვის ვაფასებდი და მიყვარდა და ნაკლებად კრიტიკული ვიქნებოდი მე Honda-ს მიმართ, უფრო სუბიექტური. ამიტომ შენი კრიტიკა ძალიან გვჭირდება. ჩემთვის აი ძველი Honda-ები, იგივე მაგალითად ნებისმიერი CR-ვ თუ HR-ვ, HR-ვ და ასე შემდეგ, იყო აი წლების მანძილზე რომ არაფერი არ მოსდიოდა მანქანას და ძალიან სანდო და საიმედო უფუჭებოდ მარტივი შედარებით, მაგრამ ძალიან სანდო. ასევე ვიტეკის ძრავები, მაღალი ბრუნები, ძალიან ესეთი მაგარი სივიკები და მოკლედ Honda არის ერთ-ერთი ჩემი მხრიდან ძალიან დაფასებული ბრენდი და შენი კრიტიკა დაგჭირდება. ნახოთ, აბა ერთდროს ლეგენდარული Honda Civic-ების ტაიპერის შთამომავალი თაობა, რა შეიძლება კი განსაკუთრებით ფორსაჟის პირველ თაობაში, როგორ პოპულარული გახდა, შემდეგ არსებობდა ლეგენდარული S2000, Integra, NSX-ი მე საკმაოდ მომწონდა.
და აბა რა შერჩა იმ ტრადიციებიდან NSX-ში ძალიან დიდი როლი აქვს აირტონ სენას მიღებული. ძალიან გაპიარებაშიც და ისედაც წარმოებაში. Honda-ს ძრავები გრიმიტოვდნენ ფორმულა-1-ში და ბოლო მომენტამდე, ბოლო წლებამდე საკმაოდ ისეთ სახელიანი წარმოებელი არის ფორმულა 1-ის ისტორიაში. ხო, ნუ ახლა Honda Civic Type-R ჩემთვის არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, მის ნებისმიერი თაობა ძალიან მიყვარს და დღესაც სიამოვნებით ვიყოლიებდი. მოდი მაყურებლებს უთხრათ ისიც, რომ ჩვენ ვართ მოგოს ავტოსადგომზე გლდანულაში, აღმაშენებლის 48-ში და აქ მუდმივად დგას მინიმუმ 100 ავტომობილი. მოგო არის ავტოლიზინგი, როგორც ვიცით. მოგოს აქვს ასევე უკულიზინგიც, ანუ თქვენ შეგიძლიათ როგორც ჩააბაროთ მანქანა, ისე გაიყვანოთ კიდევაც და პირველ რიგში სანამ აქ მოხვალთ და აქ ნახავთ ავტომობილებს, შეგიძლიათ auto sale ჯიზე დაათვალიეროთ ყველა ის მანქანა, შეათვალიეროთ წინასწარ, მერე უკვე მოხვიდეთ და ადგილზე ნახოთ უკვე ავტომობილები, აქ იყიდება ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის, ყველაზე მოთხოვნადი მეორადი ავტომობილები, ძალიან საინტერესო მოდელები, მათ შორის რამდენიმე და აქ არის ასევე ისეთი ავტომობილები, რომლებიც დასაშლელად არის გამზადებული, ანუ აღარ ვარ ექსპლუატაციისთვის და პირდაპირ შეიძლება დაიშალოს. და საინტერესოა ის, რომ ყოველთვის ხუთშაბათს, ბოლო ხუთშაბათს აქვთ ხოლმე ეგრეთ წოდებული მწვანე ხუთშაბათი. მათთვის, ვისაც საინტერესებს დასაშლელი მანქანები და აცხადებენ ძალიან დიდ ფასდაკლებებს ყოველთვის ბოლო ხუთშაბათს მათთვის, ვისაც უნდა რომ დაშალოს მანქანა და ისე გაყიდოს ნაწილებად. ასე რომ მოგოს ავტოსადგომზე, ჯერ დაათვალიერეთ ავტოსეილჯიზე, მერე მოდით მოგოს ავტოსადგომზე, ნახეთ მანქანები, ბევრი არის ისეთი, რომლებიც პირდაპირ შეგიძლიათ წაიყვანოთ და ლიზინგით, უკულიზინგით და შემდგომ უკვე არის ესეთ მანქანები, რომლებიც დასაშლელად არის გამზადებული. კარგი, ახლა მივხედოთ საქმეს, ჯერ გავაკეთოთ ამ მანქანის კარგი მიმოხილვა, თავისი ტესტ-დრაივით და მერე მივიდეთ უკვე ამბოლის სერვის ცენტრში, სადაც უკვე ტექნიკურ ნაწილში წავალთ წიაღსვლებში. წავედით. დავიწყოთ მოკლედ. ეს არის Honda Accord-ი, მე-10 თაობა, რომელიც იწარმოებოდა 2017-დან 2022 წლამდე. და ზუსტად იმ წლებშია გამოშვებული, აი ამ დიაპაზონს თუ შევხედავთ, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ახლა არის განსაკუთრებით აქტუალური. იმიტომ რომ განბაჟების ფასები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაზე მოთხოვნად პერიოდში შედის Honda Accord-ის ეს თაობა საქართველოში, ისედაც ბევრს აინტერესებდა, ისედაც ბევრი ითხოვდა და აი ახლა 2026 წლიდან არის განსაკუთრებით საინტერესო. ამერიკაში D-სეგმენტის სედანებში ეს მანქანა არის გაყიდვებით მეორე ადგილზე. პირველზე რომელია? ჯერ აბა თქვენ თუ მიხვდებით? თქვათ პირდაპირ? მე რასაც არ ვაღიარებ. შენ არ აღიარებ? პირველზე არის Toyota Camry. მეორეზე არის Honda Accord. ეს ლოგიკურიც არის. საქართველოშიც ძალიან ბევრი ადარებს ამ ორ მანქანას ერთმანეთს და ბევრი ამბობს და მე ვეთანხმები, რომ წინა თაობის Camry-ს, მე არ გულისხმობ ახალ Camry-ს, აი წინა, აი ამ თაობის Camry-ს ეს აკორდი ურჩევნიათ და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ვიზუალით, აი ამ უფრო საინტერესო დიზაინით, უფრო არამოსაწყენი დიზაინით ეს მანქანა Camry-ს ჯობია. რაც ვიარეთ აქამდე, ვფიქრობ, რომ Camry-ზე ზემოთ დგას. შენ რას ფიქრობ? ერთი რაცაც ახლა შევხედე და ამ ფონზე უყურებდი, სურათებში, ვიდეოებში, რასაც შეიძლება ნახულობდეთ, იმასთან შედარებით ცოცხლად უფრო სოლიდურად გამოიყურება და უფრო დიდრული ეფექტი აქვს. მოდი ჯერ ვთქვათ სხვა კონკურენტებს, მარტო ისე რო არ გამოვიდეს, რომ Camry და Accord, ხო? D-სეგმენტის, ანუ D-კლასის სედანებში კიდევ ვინ არიან ამის კონკურენტები ჩამოვთვალოთ და პატარა პარალელებიც გავავლოთ. კაი, დავიწყო რომელიც პოპულარობის მიხედვით გავყვეთ. საქართველოს პოპულარობის მიხედვით. პირველი ალბათ Fusion-ი არის. Ford Fusion-ი. Fusion-ს კონკურენტად ვერც შეადარებ, რომ ჯერტი თითქმის ორჯერ აფიღირს. ჰიბრიდი და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ უფრო მაღლა დგას Honda ზოგადად Ford-ზე. კი, ხარისხით უდაოდ, კომპლექტაციითაც. არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს Ford-ის, უბრალოდ შედარებისას ვამბობთ. კაი, Ford-ს მაქსიმალურად კულტურულად მოიხსენიებთ შეჯერებით. შემდეგი მიყავს Sonata. Hyundai Sonata. Sonata ნუ ახლა დაბალი კლასი მაინც კორეა და Volkswagen. Passat. მეც ვიტყოდი, რომ ახლა Volkswagen Passat-ს მე დიდ პატივს
უფრო ძველ თაობებს. მაგრამ პასატსაც მირჩევნია ეს მანქანა. მე ხა მახსენდება მოდელი, რომელიც შემიძლია თამამად, აი, მარტივად რო ვერ ვიტყვი რომ ეს ჯობია თქო რა, ეგ არის Mazda 6. Mazda 6 არის ჩემთვის ის მოდელი, რომელიც ძალიან, აი, არ ვიცი, მაშინ დავაყენოთ ორივე Mazda 6 და ეს და კარგად შევყვეთ დეტალებში, იმიტომ რომ თამამად ვერ ვამბობ, რომ ეს ჯობია. მე ძალიან მიყვარს Mazda 6. იმ Mazda იაპონური ხარისხია, იაპონიაში აწყობილია, ნამუშევარია დიზაინზე უდაოდ, Mazda მაქსიმალურად ჩადო. ნუ ინდივიდუალური გემოვნების ამბავია, ზოგ ბევრს შეიძლება აკორდი ეჩინოს უფრო ჰონდისტები ვინც არიან. რა თქმა უნდა ერჩინა. არსებობს ეგეთი ცნება ავტომობილების ჰონდისტი, მაგრამ არ არსებობს Mazdisტი. ეგ უნდა მეთქვა ხა ზუსტად ძალიან ძნელია, რომ Honda-ს მფლობელი გადასვა სხვა მანქანაზე. ძალიან ძნელი, ეს ძალიან იშვიათად ხდება. და ბევრი ვინც ჭდება Honda-ზე, მე ძალიან უჭირთ სხვა მოდელზე გადასვლა, სხვა ბრენდის ავტომობილზე გადასვლა და ესეც ალბათ მომდინარეობს იქედან, რომ Honda ყოველთვის არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე განსაკუთრებით. ძრავებით არის კარგი სამართავი, არის კომფორტული, ვიზუალურადაც არ არის ცუდი, რბილად რომ ვთქვათ, ბევრისთვის ძალიან კარგია და აი ესე მოკლედ Honda-დან სხვა მანქანაზე გადაждომა უჭირთ ხოლმე და მე ეს მესმის. Honda მარტო იმიტომ კი არა რომ უბრალოდ არ ფუჭდება და ესე დადიხარ 500.000 კილომეტრს გადიხარ, არა, არის ძალიან კარგი სამართავი. იყო ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის კარგი სამართავი, ძრავი მუშაობდა სიამოვნებით მაღალ ბრუნებზე და მართლა ვიცი მეც მანქანები, Honda-ს მოდელები, რომლებიც 500.000 კილომეტრამდე ისე მისულან, რომ ზეთი არ შეუჭამიათ საერთოდ. თუ კარგად მოუვლიდნენ და იმ ზეს ჩაასხავდნენ, რაც ჭირდებოდა. განცლებაში შეიძლება ეგრეა, მაგრამ Honda-ს ერთი მინუსი მაინც ჰქონდა. მაგათი გამოშვება Honda Fit-ი. შენ Fit-ი არ გიყვარს. აი. მოდი აბა თქვა, რატო არ გიყვარს? გზაში რომ მოვდიოდი, არ ვიცი, ორმა Fit-მა ისეთები აკეთა გზაზე. ხო, მაგრამ ეგ ხო Fit-ის ბრალი არ არის, ეგ Fit-ის ფლობელების ბრალი. ალბათ საქართველოში ეგეთი კატეგორია, Fit-ს მაინც ზუსტად ის კატეგორია კიდევ, რომელიც მანქანისგან ძალიან შორს არის. ხო და თვითონ Fit-ი და იგივე Honda Jazz-ი ასევე ძალიან გამომდგარია თავის კლასში და თავის სეგმენტში და თავის ფასში არა. უბრალოდ ახლა ფლობელებმა თუ ნერვები მოგიშალეს, ეგ არ ნიშნავს რომ Honda Fit-ი ცუდი მანქანაა. რაც მეგენი ნაგინები ხოს. ძღოლებს, Fit-ებს არა. შეგისწორებ. ეს იმიჯს ეგენი უქმნიან აშკარად მაგ მანქანას და. კარგი, ძალიან ცუდი იმიჯი ქონდა რა, ითვლება ეს ჩვენთანაც რომ BMW-ს ძღოლი და ამ დროს BMW-ს აგინებენ იმის გამო რომ BMW-ს ძღოლმა რაღაც ცუდი გააკეთა. ხა BMW-ს ძღოლები არსებობენ ძალიან მაგარი ძღოლების და ძალიან წესიერების და არსებობენ ცოტა ისეთი ტიპები რომლებიც ნერვებს გიშლიან ხო გზაზე და ხა ეგ არ ნიშნავს რომ თვითონ BMW-ია ცუდი მანქანა ხო ხა შავი ტროიკა იყო ხოლმე ესეთი გამოთქმა რომ შავი ტროიკის ფლობელი დიაგნოზიაოდა. მან ტროიკა რა შუაშია ხო? ანუ მესამე სერია რა შუაშია თუ ფლობელია ისეთი რომელიც წესებს არ ღვევს და გზაზე გვენაგლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ის რომ ამ თაობის ჩათვლით და ამ წლების ჩათვლით ანუ 2022 წლამდე Honda-ს ყველა მოდელში აქვს მექანიკური გადაცემათა კოლოფიც. და მერე უკვე შეცვალეს და ამოიღეს მექანიკა, მაგალითად ახალ აკორდს მექანიკა აღარ აქვს, მაგრამ აი ამ თაობაში ყველა კომპლექტაცია, ყველაში არა, მაგრამ ძრავების მე ყველა მოდელში მოკლედ მოყვება მექანიკაც და პატივსცემენ იმ ხალხს, ვისაც მექანიკა უყვარს. მე მაგალითად. რაც შეეხება Mazda 6, 2 და 5 ატმოსფერული ძრავა აქვს ეგეთი Mazda-ს, რომელიც ძალიან მიყვარს. უბრალოდ ავტომატიკა მეცას წოვს, რა თქმა უნდა, და Honda-ს უპირატესობა ამ შემთხვევაში არის ჰიბრიდი, მის ჰიბრიდული სისტემა, რომელიც არის საკმაოდ ეკონომიური. არა ისეთი ეკონომიური, როგორც შეიძლება ბევრს ეგონოს, მაგრამ მართლადობისა და ეკონომიურობის ოქროს შუალედი მგონია მე Honda-ს სისტემა და მოდი ახლა ავხსნათ აი ამ აკორდის, აი ეს ჰიბრიდული სისტემა, ეს არის 2 და 0 ჰიბრიდი, არა ტურბო, ანუ 2 და 0 ატმოსფერული ძრავა პლუს ჰიბრიდული სისტემა, ელექტროსისტემა და ავხსნათ აი ამის ზედმეტ ეს ასახსნელია. არის სრულად ახალი სისტემა თავისი გადაცემათა კოლოფითაც. ამ აკორდის მეათე თაობის ჰიბრიდული სისტემა განსხვავებულად არის ცოტა წყობილი. ამას ეწოდება IMMD სისტემა, ესე იგი მიმდევრობითი გადაცემათა ტრანსმისია აქვს, ასე ვთქვათ, ესე დავარქვათ. გადაცემათა კოლოფი რეალურად ამას არ აქვს. ელექტროვარიატორი გამოდის, ხო? კი, ელექტროვარიატორი არის, აქ არის 2 ელექტროძრავი. დიფერენციალი, რა თქმა უნდა, ხიდაშურის გადაცემა და შიდაწვის ძრავი აქ სამბრაებზე პირდაპირ გადამული არ არის.
გვაქვს ხითთაშორის დიფერენციალი, რომელიც მოძრაობაში მოყავს ელექტროძრავს. აქ შიდაწვის ძრავის ფუნქცია არის ამუშაოს დასატენი გენერატორი და რომელიც მერე გამოიმუშავებს დენს და აწვდის ბატარეებს. ხოლო ამ ძრავი მეორე ძრავი ეს ამოძრავებელი ელექტროძრავი რაც არის ის დენს იღებს ან გენერატორიდან ან პირდაპირ ბატარეებიდან. ანუ ასე ვთქვათ ელექტროგენერატორის ფუნქცია გამძრავს და არა ეს მოძრაობაში ეს ერთვება მხოლოდ 100 კმ/სთ-ზე განავითარებს მანქანა და მაგას შიგაწვის ძრავა მე მოკლედ რო ვთქვათ, აი ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, მე კიდე მართვის დროს ამაზე ვისაუბრებთ, ანუ თავიდან დადიხარ ელექტროსვლით, თუ კი ელემენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ხო ასეა? 40 კმ/სთ. ქალაქში ურბანულ რეჟიმი ასე ვთქვათ. ელექტროსვლა გაქვს. თან ამასობაში იმუხტება კიდევ ასე დამოხრუჭების დროს ელემენტი და ასე შემდეგ. 40-ის მერე უკვე გადავდივართ ჰიბრიდულ რეჟიმში. როცა შიგაწვის ძრავაც მუშაობს, თავის მხრივ ელექტროძრავაც მუშაობს და არის ეს რეჟიმი. და როგორც თქვი, მგონი 100-დან უკვე მხოლოდ შიგაწვის ძრავა მოდის მოქმედებაში, ხო? შიგაწვის ძრავი და რაღაც მაღალი სადამდე ეყოფა ელექტროძრავას ჩართული იყოს. როგორ არის, იცი, აქ ძრავი გადაბმული არის, ასე ვთქვათ, შეჭიდების ქუროს, რასაც ეძახით, ის იბლოკება და მაღალ სიჩქარეზე, მაღალ ბრუნებზე უკვე პირდაპირ უკავშირდება ბორბლებს. და ეს მხოლოდ ხდება 100 კმ/სთ-ის ზევით. ხო, ანუ თუ ქალაქგარეთ დადიხარ, ავტობანზე რო დადიხარ და 100 მეტით მიდიხარ, უკვე მხოლოდ შიგაწვის ძრავა მუშაობს. წვაზე ცოტა მერე გეტყვით, როცა მართლა უკვე თან ნახოთ რამდენი დაწვა დღეს რაც ვიარეთ, მაქედან გამომდინარე, წვაზე მერე ვისაუბროთ რამდენი წვავს და როგორ. ეს დავამატებდი სიმძლავრე არ მიხსენებია, აქ ბევრს ეშლება ხოლმე სრულ სიმძლავრე რომელია ვეარჩევენ, იმიტომ ჩამონათვალში კომპლექტაციაში რამდენიმე წერია. აქ ცალ-ცალკე არის ხოლმე ხშირად ნაგულისხმები, რაც შეეხება ბენზინის ძრავს პირველ რიგში ეს არის 153 ცხენის ძალიანი ატმოსფერული ძრავი, ელექტროძრავს აქვს 191 ცხენის ძალა და ტოტალურად ეს ჯამურად ეს არ იკრიბება ეს რიცხვი. არ უნდა შეიკრიბოს, პლუსი არ გეგონოთ. აქ კომბინირებული სიმძლავრე ითვლება, სისტემური სიმძლავრე. კი, რომელიც არის 212 ცხენის ძალა. 212 ცხენის ძალა. ტონა ნახევრიანი მანქანისთვის 212 ცხენის ძალა, მოდი ვთქვათ, ცუდი არ არის. ეხლა გადავდივართ კომპლექტაციებზე. არის სულ 4 კომპლექტაცია, ხო? Honda Accord-ის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს Touring, რაც არის ტოპ კომპლექტაცია, ყველაზე საუკეთესო ვერსია ამ Honda Accord-ის და ნახოთ რა აქვს ამას ისეთი განმასხვავებელი და გამორჩეული დიზაინში. კარგი, ნელ-ნელა დავიწყოთ, დავათვალიეროთ გარშემო შემოურბინოთ. ესე იგი, Touring-ი როგორც ახსენე ეს კომპლექტაცია და რა აქვს ესეთი განსხვავებული, აქვს ქრომირებული აქ წინ წყაურა, რომელიც ზედმეტად ქრომირებულიც მეჩვენება. უფრო დაბალ კომპლექტაციებში ეს არის შავი, მოდი ვიდაბერ ვთქვათ. მეც ეს რაღაცა ჭკვიანა ზიზლიპილოთ მეჩვენება. ისეთი განსხვავებელი რა აქვს, აქ გვაქვს სტანდარტულად ეს უკვე ყველას აქვს, პრინციპში Honda Sensing-ი, იგივე Distronic-ი, რომელიც ქურდებს ძალიან მიყვართ. ესე იგი, გვაქვს სრულად LED თავარი მაშუკი. Full LED. Full LED-ია. Touring-ში მხოლოდ. კი, და შეიძლება ოფიციურად არჩეული იყოს დაბალ კომპლექტაციაში მე პატრონი მაგრამ ხო, იქ სტანდარტულად შორი ნათების არის ჰალოგენი ხოლმე დატოვებული. ნის საწინააღმდეგოც აქ LED-ი არის. თუმცა 21-ში მცირე რესტაილინგი გააკეთეს და შეცვალეს
ეს საწინააღმდეგო ფარი და აი აქ თუ შეამჩნევდი ეს სენსორები აკლია რა, აქ ბრმა ზონასავით არის და აქ დაამატეს კიდევ 2. ეგ პრობლემა იყო, მაგას ყველა უჩიოდა და გაასწორეს. კარგი, ჩამოვთვალოთ პარემ ის 4 კომპლექტაცია, რაც აქვს. საწყისი არის ჰიბრიდი, ჩვეულებრივი. მერე მოდის უკან საბაზო ვერსია, მერე მოდის ჰიბრიდ X-ი, რომელსაც 2021-დან უკვე სპორტი დაარქვეს, ოღონდ რატო დაარქვეს სპორტი, არ ვიცი, არც იმს ლავრე იცლება არაფერი, მაგრამ ამერიკაში კომპლექტაციაში ჩაუდეთ ეს სპორტი. ჰიბრიდი, ჰიბრიდ X-ი, ჰიბრიდ XL-ი, რომელიც კიდევ უფრო მაღალია და ბოლო არის უკვე ტურინგი. აი ეს რასაც უყურებთ არის ტურინგი, აი ამ თავისი ქრომირებული ხაზებით ასევე და ეს ხალბას დისკებში შეამჩნევენ. ჰიბრიდებს ყველა სტანდარტულად აქვს 17-იანი დისკები. მაგრამ რაც შეეხება 1.5 და 2.0 ტურბოს, არა ჰიბრიდს. კი, ჩოლებრის და სპორტულ კომპლექტაციასაც შეიძლება ტურინგი იქაც არსებობს კიდევ. იმათ აქვთ ხშირად 19-იანი დისკები და უფრო ლამაზიცად მე თვითონ ვკითხავ. აუცილებლად. ხო, ისე ერთი ახლა უყურებდი საბურავების ზომა, ეს 225-50-17-იანია და საკმაოდ გავრცელებული ზომა, პირადი გამოცდილებით ჩემ მანქანას იგივე ზომა აყენე და ამის კონკრეტ კამრიზე სტანდარტული ზომა არის და თბილისში დიდი არჩევანია მაგ საბურავის ვიცი უკვე პირადი. ძალიან ლამაზი სილუეტი აქვს, აი ეს დახრილი უკან კუპესებრ დახრილი სახურავი, რაც უკვე 10 წელი, 15 წელზე მეტია შემოვიდა სედანებშიც. სივრცეს ვაჩვენებთ მე როგორ ზივართ უკან და არ ზიხარ ცუდად, ძალიან კარგად ზიხარ ამ მანქანაში. უხდება აი ეს ვარდნა მოკლედ ძალიან ლამაზად გამოიყურება. უკან შევხედოთ ახლა და რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს მანქანა და შენს აღნიშნე რომ ფოტოებზე და ვიდეოებზე უკეთესად ცოცხლად გამოიყურება, პირველ რიგში აი ეს ხედი ვიგულისხმე. მართლაც ცოცხლად რომ უყურებთ, უკეთესად გამოიყურება უკანა ნაწილი. ფარების დიზაინის გულისხმობ პირველ რიგში. ჰიბრიდი რო არის ერთადერთი ამ წარწერით თუ შეამჩნევ, თორე აქ ლოგოში არაფერი სხვაობა აქვს. კარგიც რამე თუ გითხავ. ხო, უფრო სხვა ძრავიანებს, ანუ 1.5 და 2.0 ტურბოს აქვს 2 მაყუჩი რეალური და არა ფეიკი, ამ შემთხვევაში არის მხოლოდ 1. საბარგული აქვს ძალიან დიდი. კი, გავხადე. აჰა. თითქმის ამოისრომა ბოლომდე არ არის. ძალიან დიდი საბარგულია, ზუსტად ლიტრაჟი გახსოვს? 400, რა ვიცი, აქ შეიძლება ვაიჯებაც იყოს 470 მეტრი. მაგრამ აქ სივრცე დიდი არის. რაღაცებიც მაკლია, არ არის ჩასალაგებელი ბადეები და თახჩები. თახჩები ყავს ეს სიტყვა. სპარსული სიტყვა. ჩამოსაკიდებელი ხო არის რასთავარია? ხო, ეგ აქვს. მაგრამ ის არ არის 12 ვოლტიანი შტეკერი ამერიკელებს რო უყურთ რა. GP არ არისო და დაიწუნეს და არც 100 ვოლტიანი ის გადამყვანები. კაი, 1-2 საკიდი გვაქვს. თვითონ ძალიან დიდი საბარგულია, ქვემოთაც არის სივრცე. ვალისტური არის და ორივე მხარეს აქვს უკანა სავარძლის საზურგების გადასაწევი. აი ეს ბერკეტები, აქაც აქვს და მანდაც. აქ კაი იქნებოდა რამე დამცავი ის კონდეს. ხო. შოთა, მოდი აუხსნათ. თახჩარას ნიშნავს, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. კაი სიტყვაა, მაგრამ აუხსნათ. სპარსული სიტყვა არის და ადრე უყვარდათ ხოლმე ძველ სახლებს რო აშენებდნენ კედელში ისეთი თაღივით ჩასალაგებლებს სათავსოებს. ანუ სათავსო გაკლია რეალურად აქ. კი და ჩასალაგებელი სათავსო. სადაც ჩადებ მაგალითად შამპუნს, საქარემინისას და ასე შემდეგ, ხო? კი. აქ წესით უნდა იყოს კომპრესორი და ამ წეან ავარიული დამხვენაკრემა ამოცლილი ეთოფულში ამოიღეს, მაგრამ არაჰიბრიდებს მოყვება ასევე საბურავიც, სათადარიგო, აქ რა კი ელემენტებია უკან ეთყობა სივრცე დაზოგეს მაგის გამო. მაგრამ მაინც ძალიან დიდი საბარგულია, ჩაჯექი აქვს საბარგულში. მე არ გავრისკავ. ხო, ისე მაინტერესებდა ამისი დინამიკები. აბა ნახე ბარემ. ხო, აუდიო სისტემას არ აწერია რა სისტემაა. ეს არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია და აბა ნახე ერთი დააკვირდი მან დინამიკები. ჯამში აქვს 10 დინამიკი, აკორდ ტურინგს ხო ეგრეა? კი, და აქ აყენია საბუფერიც აქვს. საბუფერი, 2 ტვიტერი და 2 ჩოლებრივი დინამიკი. მასალა კარგი ჩანს, მაგრამ მაგნეტი პატარა, წესდა კენუდი უნდა იყნოს და რაღაცა ძალიან ბიუჯეტური ჩანს. ტურინგებს როგორც წესი მოусმინოთ მუსიკას. კენუდი ან ბოუსი უღენია. იმიტომ რომ, ტურინგი ყველაზე მაღალი კომპლექტაციაა და აქ ახლა აუდიო სისტემა თუ სადმე უნდა ჩაედოთ, კარგი აქ უნდა ჩაედოთ. ხო, აქ ბევრი იძახდა რომ არა აქვს გასახსნელი, მაგრამ შეიძლება არ დაკვირდნენ იქ
ბარდაჩოქს რომ ეძახიან იქ აქვს ჩასაკეტი და თუ იქ ჩაკეტილია აქედან ვეღარ აღებ მარტო. შიგნიდან გასაღებიც აქვს. თუ ჩაგეკეტა, შეგიძლია შემოძრა იქიდან და გამოკრა ბერკეტს ხელი და გააღო. აჰა, ეს ჩასასხმელი, რომელიც არის უთავსახურო ქაფლის ეგრეთ წოდებული და აქ ჩახვჭა რაღაც სახურავი, რომელიც მე მგონი მოტეხი. ეგ ამას უნდა იყოს მე მგონი. კი ეს თან მოყვდეს. თავსახური არ აქვს. ესეთი კითხვა უნდა დავსვა ახლა. როდესაც თავსახური აქვს აუს თუ ის ჰაერებს აიღებს თავსახურს იყიდი $4 არ ვიცი $5 მაქსიმუმ და პრობლემა აღარ იქნება. აი აქ რო ჰაერები აიღოს რა უნდა ქნა? ო, რა ვიცი. რთული სათქმელია. აქ ისეთი სარქველი აქვს ალბათ წესით იშვიათად უნდა ვჭდებოდეს, მაგრამ ხედავ პლასმასი ვერ აქვს კაი მდგომარეობაში. ხო, ძვირი დაუждდება ალბათ სავარაუდოდ ამის რემონტი. მაგრამ ეგრე მარტივად მაშინ და ჩატეხო ეს სარქველი, ხო? ჩატეხე და რამე ისეთი. ხო, გავუხსნით მოკლედ ამ სარქველებს, იმიტომ რომ თავსახური არ არის და ესე მარტივად ვერ შეცვლით. აბა როგორ ზივართ უკან? ამ მანქანაში მნიშვნელოვანია უკან ჯდომა, იმიტომ რომ სედანია, D-კლასის სედანია და უკან როგორც ის ადამიანი აქვს მნიშვნელობა. სახურავი რო აქვს დახრილი, შენ მე მგონი თავსადებ ჭერს. მე მაღალი ვარ 156 სანტიმეტრი და ეხლა გამართულად რომ დაჯდა დავჯდე თავს უკან გავწევ. აი ესე ვერ მიაგებ კარგად? ჩავწვე და არა უნდა ჩავწვე ეს რომ მაღლა ავწიო ხო საერთოდ. კაი, მე 184 ვარ და ჩემს პრობლემა არ არის. არ გავწივარ. ბევრი იყიდის ამ მანქანას იმისთვის რომ მე ტაქსზე იმუშაოს და ასე შემდეგ და შესაბამისად უკან დაждდება მართლა კარგად მოთავსდება. წინ სივრცე კაია. თვითონ ჯდომის პოზიცია დაბალია, ქვემოთ ხარ. ეს კლასი არ არის, ეს კლასი ცხადია, ეს კლასის პოზიცია ეს არ არის, მაგრამ არც მე7 სერიის, მაგრამ სადღაც აი ამ კლასის სედანებში მგონი კი, შორგზაზე ბევრისთვის ისეთი არაკომფორტული სამგზავრო არის. ხო, სავარძლების გათბობა აქვს, კაია, უკანაც ამ ტურინგ კომპლექტაციაში ეგ არის. სხვა რა ვიცი რა უნდა ვთქვა, ეხლა საუფროსო ჯდომა ამას არ ქვია უკან. როგორც ესეთი. არა, საუფროსო რაღაცა ტოპ მენეჯერი რაღაც უკან ჩასვიატარა, ეგრე არ არის, მაგრამ გზავრი გადაიყვანე კომფორტულად ადამ ბ პუნქტამდე ძალიან კარგი. ოკეი, გადავედით წინ. კაი, ვნახოთ ახლა კითხვა. კარგი, შოთა. მოდი ახლა მივხედოთ ძღოლის სამუშაო მაგიდას, მიმოვიხილოთ სალონი, მერე დავიცრათ. პირველი შტაბეჭდილება. ერთი რაც ეხლა უცებ მოვთქვათ, ეს არის ის, რომ ტურინგ კომპლექტაციაშიც კი, ანუ ტოპში, გზავრის სავარძელი მარტო 4 პოზიციაზე რეგულირდება, ანუ უკან, წინ და საზურგე. ზემოთქვემოთ არ ჩადის. აი მაგას, სადაც შენ ზიხარ, აქვს 12 პოზიცია რეგულირების. მასალების ხარისხი არ არის რაღაცა პრემიუმი, მაგრამ არ არის ცუდი. შტაბეჭდილებას ესეთი ხარისხიანი სასწავლებს. ხარისხიანი შესრულება აქვს. ხო, ეს მოგწონს შენ ის რომ ალფა სტილია. კლიმატ კონტროლი თან ფერებს იცვლის, როდესაც უკვე კლიმატი გაქვს ჩართული, თუ გინდა ჩართებარენ. აი მე ციცელზე გადადის. 12-ზე უკვე იცვლის, ანუ ეს სადღაც 22 გრადუს ცელსიუსს. სხვადასხვა ეს ახლა ფარენჰაიტებზეა და კოდირებით ამის ცელსიუსებზე გადაყვანა შეიძლება. შეიძლება, ეს არის ფარენჰაიტებზე, ამერიკულია. ხო, ნუ კილომეტრებზე გვაქვს უკვე ყველაფერი გადაყვანილი, გარბენი კილომეტრებში შედო თქვა, რომ გარბენი აქვს. რამდენი ჰქონდა? 91,000 კილომეტრი. 91,000 კილომეტრი. მანქანა ბარემ თქვათ, რომ თბილისამდე თავის განბაჟებით, თავის ყველაფრით მცირე დარწმული ქონდა უკან მარჯვენა მხარეს და მეტი დაზიანება არ ქონია. მცირე დაზიანებით უკნიდან ყველაფრიანად დაждათ $16,000. რაც ცოტა არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ გარბენს, მდგომარეობას, ჰონდას ბევრიც არ არის მე. 2018 წლის გამოშვება ხო ეს მანქანა 19-ის მოდელი. 19-იანია, ბირკით 18 თუ როგორ არის. ტურინგი არის ეს კომპლექტაცია, ამას აქვს head-up display. კი ბატონო, საქარებინაზე პროექცირების სისტემა, head-up display. გამოვიტანეთ ახლა ეს დატენვა სიმძლავრე ამის გამოშვეს, სიჩქარის კილომეტր-საათებში აჩვენებს, მაგრამ გარბენსაც და ტემპერატურა ვერაფერ გადავიყვანეთ. ტემპერატურის გარდა ყველაფერი გადავიყვანეთ. აშკარად კოდირება ჯერა მაგასაც და. ხო, head-up display-ზე შევამჩნიე, რომ მარტო ზემოთქვამოთ რეგულირდება და მარჯვნივ მარცხნივ ვერ ამოძრავებ. კი, აი აქამდე უკვე აღარ ჩანს და ცოტა აქეთ რო გადმოიხარო ჩემსკენ. აი პატარა ხედვის კუთხე. იქი დიაპაზონი მეტი აქვს, ნახე? აი აქ უკვე აღარ ჩანს. აქეთ?
აი ამ ხელაზეა აი ესეთი კუთხით. აუდიო სისტემასაც შეეხება აქ სხვადასხვა კომპლექტაციები, ახლა არის 4 დინამიკიანი, მგონი ჟვიანია შემდეგ და არის 10-იანი. აქ 10-იანი არის, ახლა ვტესტავდით სანამ ამოწევთ აქ რაღაცებს და არაფერი განძლიერებული არ არის, არც ეს და პიონერი უნდა ყოფილიყო ან ბოუსი, ბოუსი საერთოდ არ აწერია და არა, ბოუსი იყოს ეწერებოდა. უკანაც პიონერი აშკარად არ ეყენა რაღაც. მოკლედ აუდიო სისტემა არ არის ისეთი, როგორიც წველოდებოდით Honda Accord-ის top ვერსიაში. 450 ვატი უნდა ყოფილიყო და არის მუსიკას რო ჩავერთეთ, არ იყო ისეთი. ნუ ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა უკეთეს ველოდება. ახლა კიდე ეს. აი, ახლა გაგვჩენ ეკო რეჟიმში, ხო? კი. ჯერ ეკო რეჟიმით ვიაროთ, კი ბატონო. და კიდე ერთხელ ვთქვათ, რომ 40 კილომეტრამდე დადის 40 კმ/სთ-მდე დადის ელექტროსვლით, მერე ერთება ჰიბრიდული სისტემა და მერე უკვე 100-ის მერე გადადის მხოლოდ შიგაწვის ზრავზე. თუ რა თქმა უნდა, ელემენტმა შეუწყო ხელი, ელემენტი თუ დამჯდარია, მაგ შემთხვევაში თავიდანვე ამუშავდება. ჩვენ ვახსენეთ შოთამ ბევრჯერ უკვე რომ ამ მანქანას აქვს ელექტროვარიატორი, ეგრეთ წოდებული, ECVT, ხო? ყველას ახსენთ როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ყველას გაუჩნდება ჯერ ვარტო ვარიატორთან ქონდათ ხოლმე ეს რომ ვარიატორი გამძლე არ არის და რაღაცა და პრინციპში ყველა მიცის რომ ვარიატორს არ უყვარს ბევრი ტვირთი, არ უყვარს გაზაობა და ნუ არ არის ისეთი საკმაოდ ისეთი ფაქიზი ტიპია მაინც. თუმცა ეკონომიური. აი ელექტროვარიატორი ეხლა კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდება ხალხს რომ ეს ძალიან ფაქიზი და მალფუჩებადი ხო არ არის და როგორის მოვლა ჭირდებაო და შენ რას ფიქრობ? მე არ ვიცი სიმართლე რომ გითხრა, ეს უფრო გამძლე იქნება წინა ვარიატორზე თუ აი რა ხდება? როგორ არის Honda-ს ვარიატორები უკვე ტრადიციად აქვს ქცეული, რომელიც ეს გამოუშვა პირველი მგონი 99-ში. კი, 2000-ების დასაწყისში უკვე იყო. ქონდა ხო, მაშინ ქონდა ექსპერიმენტარული ჰაშეროს ქონდა ვარიატორები უკვე. ეგ იყო მულტიმატიკ სისტემა, ხო, კი, ფაქტობრივად ეგ ექსპერიმენტარული იყო ჯერ კიდევ და კი თავისებური იყო, განსხვავებული იყო ეგ სისტემაც თავის რაღაც მოთხოვნები კაპიტალზე. ელექტროვარიატორზე რას ფიქრობ? ეს ECVT ეგრეთ წოდებული, რომელიც ამ ჰიბრიდებისგან გაკეთებული, არ არის ისეთი ტრადიციული, როგორც თუნდაც Toyota-ს ჰიბრიდებში აყენია. ეს არის IMMD, ანუ Intelligent Multi-Mode Drive ქვია. ეს როგორც თქვით, აქ არ არის კლასიკური ანერი გადაცემათა კოლოფი, არც ავტომატიკა, არც მექანიკა, რობოტიზირებული მექანიკა, არც ღვედიანი ვარიატორი. არც ღვედიანი არ არის. არა. აქ არის ერთი კაია. კი, ძალიან მარტივი და ჭკვიანური და გენიალური ის აქვს Honda-ს ინჟინერებს კარგად მოფიქრებული. ძრავის ხმაზე მინდოდა მეთქვა და მაგითვე დავიწყებ რა ეხა. მოდი კიდე ერთხელ, ხე? ანუ ბევრ კომენტარში შემხვდა სხვა ვიდეოებში, სხვა უცხოელების მათ შორის რომ ვიღაცებს ხმა არ მოწონდათ, ღმუისო. არა, ქართულ კომენტარებში შემხვდა. რაღაცა ღმუისო და მე ამ აკორდს ვერანაირ ღმულს ისეც უჩვეულოს ვერ ვამჩნევ, ჩემთვის ეს ხმა არის შიგაწვის ზრავის ხმა, ატმოსფერული ზრავის ხმა. შენ კი, აშკარად ვიტეკის ხმა არის. ხო. მე როგორ მაღალ სიჩქარეზე ვიტეკი როცა იქნება ნარდოს. ხო, ანუ ადრე რო იცოდე ხოლმე ძველი სივიკებში და აღლევით ეგ ხმა მოყუჩებულია ცოტა რა. ანუ ის რომ რაღაცა ჰიბრიდია და რაღაცნაირად უჩვეულოდ ღმუის ან ღნავის როგორც გინდა დაარქვი, ეგრე არ არის. ხო, ანუ გაჩერებულზე რამდენჯერ ზრავიცო ჩაერთო თვითონ მე ველოდებით ღმულის ხმა და არაფერი. არა. აი წინა თაობების Toyota-ს ჰიბრიდებს, ზოგადად Toyota-ს ჰიბრიდებში როგორც არის ხოლმე ეს რაღაცა ცოტა ყველას რო ერთნაირი ხმა აქვს. წუილის ხმა მართლა. წუილიც და რაღაცნაირი ხმა არის რა, ხვდები რომ Toyota ზრავა. როგორ რეაგირებს გაზზე, პატარა აი მილიწამების სიზუსტით რეაგირებს გაზზე და ძალიან. მაგრამ მე ხომ ძალიან დიდი სურვილი გამიშთა 2-დან 2 ტურბო ყოლოდა. ხო. ეს რეკუპერაციაა, შოთა წერას ამბობთ. აი, გაჩერდა ყოველგვარი მოხუცის გარეშე. ეს უცებ დაგჭირდა. ანუ ნახე რა ჭკვიანურად აქვს გაკეთებული, ანუ ელექტრომობილებში ხო პირდაპირ ესე აუშვებ და ჩერდება და აქ ეს ხო არ არის ელექტრომობილი დიდად ეს რეკუპერაცია არ ჭირდება, მაგრამ აი თუ დაგჭირდა უცებ ჩაურთავ, ხა გათიშული გაქვს მიდიხარ და უცებ ჩამოყრე და აი ეს თვითონ აკეთებს ამას. აი ეს თვითონ ჩერდება. შეანერა ძალიან. ხო, თლად ზუსტი one pedal driving-ი არ გამოდის, რომ ესე პირდაპირ აუშვა და ქალაქშიც მაგითია, რომ როგორც თანამედროვე ელექტრომობილს ხო Volvo გავდეს ეს ცოტა ხნისი და იმას ქონდა ზუსტად ესე, რომ საერთოდ არ მიხმარია მუხრუჭი. Volvo X90-ზე ქალაქშიც კი. თუ მაინც და მაინც აი ესე არ მიყვები მანქანას. აუშვებ და ჩერდება, ესე რომ მუხრუჭი საერთოდ არ ცვითავს, ამ მუხრუჭი ხუნდებს. საერთოდ.
და ამ შემთხვევაში ახლა ეგ არ არის, მაგრამ ძალიან ეს 2019 და 18 წლიანი მანქანის გვალობაზე მედიხარ და უცებ ესე აჩერებს თვითონ ანელებ და მე მუხტავ ელემენტს რაც თავარია. სვას რაც შეეხება, ეხლა ჩვენ ვიარეთ დღეს, მოდი მოკლედ ვიტყვი, ვიარეთ დღეს უმეტესად ახლა სპორტ რეჟიმით და აგრესიულად და ასე შემდეგ და ავიყვანეთ 6 წელს 7-ზე, ხო? აი ეს მიმდინარე, ბოდიში 6 წელს 7-ზე კი არა. არის ჩვენი, არა B, ჩვენ B გავანდულეთ. 6 და 2. 6 და 2 ხო ჩვენ B გავანდულეთ. რასაზე ეგრეც არ უწერია მე აღარ მახსოვს. მაგდენ ამას უწერია გეტყვი. 2-დან 0 ჰიბრიდს უწერია რომ მისი საშუალო წვა არის სადღაც 4.5-დან 5.5-მდე. ქალაქი და ტრასაზე უფრო მეც წვავს ცოტათ. ტრასაზე მეც დაწვავს. ცოტა მეც წვავს ტრასაზე. ხო, ანუ სადღაც 5.5 უწერია ტრასაზე 6-მდეა ესე. პლაგინი რაც შეეხება დაკიდების სისტემას არ არის ჰიპერრბილი, მაგრამ არც ხისტი არ არის. საბოლოო ჯამში მაინც რბილი მანქანაა. მოსახვეებში ახლა ეგ როგორ დგას ამის შემოწმებას აზრი არ აქვს. ხო. ტრასაზე არ უშავ კარგად დგას. 1-2 სლალომის ვარიანტი რო ვცადე, ცოტა გაგვიქნია და გაგვიქნია იმიტომ რომ ალბათ ნუ ელემენტები აქვს უკან ჩალაგებული, წინა ამძრავია, წონა უკან არის გადასული და რაღაცა, ამიტომ თლა დინამიკური არ არის, მაგრამ სასიამოვნო სამართავი მაინც არის. ვაკვირდებოდი და როგორც Subaru-სთან მქონდა მაშინ წყლის ტემპერატურას ვერ უყურებთ, არ ვიცი ახლა ამ ჰიბრიდზე რამდენად მაინტერესებს ხალხს და ამის ელექტრო წყლის ტუმბოს იმედზე რამდენად არიან. ახლა ისე იგივე OBD-Links გამოვიყენებთ, რომელიც ბევრს დაინტერესა მაშინ და აქ გვაქვს ახლა გახსნილი ნაჩვენები, გამოტანილი წყლის ტემპერატურა. რომელიც 80-დან 90 გრადუსზე რაც ახლა მოძრავთ მერყეობდა. აქ მაქვს კიდევ ასევე გამოტანილი ჰიბრიდული ბატარეების ესეთ რამდენია ჩარჯი. მომატა ჩარჯინგი? კი, ახლა დაღმართზე დავაშვით ეგრე. დაღმართზე კი არა, იჩაუხდე. მაგრამ ესე მუშაობს. თან დაღმართზე არ ვარ, წორზე ვარ და იჩაუხდე და ძალიან სწრაფად მოემატა. აი ხა ნახოთ მოიცა. აი ხა მივიდივართ რამდენი აჩქარე. ეგრევე დააგდო. ანუ ელემენტი გამოიყენა და ეხა აუში გას ფეხი და დავიწყე ამების ჩამოყრა. აბა? კი, ძალიან სწრაფად ეს. მოემატა. ისე რა. ანუ ძალიან კარგად მუშაობს. ესე მალე უნდა თავდაზე პატარა მოცულობაა ეთქობა. პატარა, მალე იტენება და მალე იცლება რა. ეს სულ თვითონ დამოხტა სადავიდა. აი ეს სულ ერთი დამოხრჭებით. რამდენი მეტრი გამოვია? 200? 30% მოემატა 30%. რა კარგად მოხდავს. ესე იგი აი ეს ჩამოყრა აქეთ. ხომ მაგიტომაც ცოტა მეცურცობს. კარგი, მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებლებს, რომ ამ ვიდეოს ერთ-ერთი პარტნიორი არის Mogo, რომელიც ავტოლიზინგშია უკვე 12 წელია და პირველი იყო, ვინც საქართველოში ავტოლიზინგის თემა შემოიტანა 12 წლიანი გამოცდილებით, ძალიან სანდო კომპანია, სწრაფი კომპანია და აქვე ვთქვათ ისიც, რომ Mogo-ს აქვს თავისი ავტოსადგომი, საიდანაც დავიწყეთ ეს ვიდეო, იქ შეგიძლიათ ნახოთ მანქანები და იყიდოთ პირდაპირ ან ლიზინგით და აქვთ ჩაბარებაც და უკულიზინგით. და ასევე ყოველთვის ხუთშაბათს, ყოველთვის ბოლო ხუთშაბათს აქვს ხოლმე ეგრეთ წოდებული მწვანე ხუთშაბათი, როცა ძალიან კარგ ფასებში და განსაკუთრებული ფასდაკლებით ყიდიან ისეთ ავტომობილებს, რომლებიც ფაქტობრივად დასაშლელად არის გამზადებული. მანამდე შეგიძლიათ სანამ Mogo-s ავტოსადგომზე მიხვალთ გლდანულაში, მანამდე უნდა ნახოთ AutoSale G-ზე ეს მანქანები და დაათვალიეროთ. ეხლა გადავინაცვლოთ ჩვენ უკვე ამბოლის სერვისში და მივხედოთ ისეთ დეტალებს განხილვას, ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების განხილვას, როგორიც არის ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ჩავიხედოთ უკვე ძრავის ხუფის ქვეშ და ასე შემდეგ. ესეც ასე, მოვედით ამბოლის ვაკის ფილიალში და აქ უკვე უნდა გესაუბროთ Honda Accord-ის ტექნიკურ დეტალებზე და ძალიან ბევრი რჩევა უნდა მოგცეთ. და სანამ ამას გავაკეთებთ, მე მინდა გითხრა ერთი ისტორია. მამა ჩემს ყავდა Honda HR-V 2002 წლიანი. დაახლოებით 80,000 კილომეტრი გარბენით იაპონიიდან ჩამოყვანილი. 7 წელი ისე იხმარა ეს მანქანა, რომ არაფერი არ გაუკეთებია. ანუ გარდა ძრავის ზეთისა და ერთხელ შეცვალა გადაცემათა კოლოფის ზეთი, სამხურჭე 5-იც კი არ გამოუცვლია. პირველი რაც გაუფუჭდა იყო 4 წლის მერე თუ 5 წლის მერე არ მახსოვს აკუმულატორი. ანუ Honda-ს ქონდა
ის რესურსი, რომ აი ამდენი წელი გამოგეყენებინა მანქანა და აკუმულატორი მოუკვდა პირველი. რაც გაუფუშტო. იმის მერე არც არაფერი არ გამოყო. შენ ხარ აკუმულატორების ექსპერტი. შოთას ჰობი მინდა გითხრათ არის მკვდარი აკუმულატორების გაცოცხლება. ანუ ჩვეულებრივად кайფობს პირდაპირ ვთქვათ ამითი, როცა მკვდარ აკუმულატორს მიუტან და თუნდაც აი ერთზე იყოს, ხო, ერთ იმაზე, იქიდან გააცოცხლოს ეს აკუმულატორები. ხო და მოდი ახლა ვისაუბროთ აკუმულატორებზე. თან რახან Honda-ს აქვს ესეთი იმიჯი, რომ ნაკლებად უგუჭდება რაღაცები, გითხარი რატო ვიწყებთ აკუმულატორებით? Honda-ებზე და ზოგადად ამერიკიდან ჩამოყოლ მანქანებზე ხშირია, როცა დიდი ხანი არის გზაში, ჩამოდის დამждარი ბოლომდე დამждარია, თქო 12-11 10-ზე თქვით ჩამოსული ვოლტაჟი აკუმულატორები. ამიტომ პირველი ყველა კითხულობს რა შევცვალოთ, სად შევცვალოთ და როგორი აკუმულატორი ჩავაყენოთ. ეხლა დავიწყოთ პირველი ჯაც აქ ყავს ეხლა ვაგდგილზე 2.0 ჰიბრიდი, მაგას ისევ ტრადიციული GC-ის, ანუ აი ესეთი ზევთ რომ აქვს ეს პოლუსები, ესეთი უყენია, кейსი ქვია B24 თუ სწორად მახსოვს და ქარხნული არის 51 ამპერიანი, მაგრამ ჩაყენება შეიძლება 45 ამპერიდან ზევით. ახლა ამ შემთხვევაში ეს მოდული 55 ამპერიანი არის იდეალური. კიდევ ამ აკორდზე არის 1.5 და 2.0 ტურბო ძრავიანები, რომელსაც უკვე ევროპული, გერმანული სტანდარტის აკუმულატორები ჭირდება. დაიხვეწნენ და კი ამერიკელებიც ამ მიმართულებით წავიდნენ, უკვე ევროპული დიზაინის ჩააღენეს, მაგრამ აქ ერთ თავისებურება აქვს, stop start სისტემა რა კი არის. ჩვეულებრივი სითხიანი აკუმულატორი არ ჭირდება, ამ ჭირდება გაძლიერებული სითხის აკუმულატორი, რომელსაც ქვია EFP ტექნოლოგია, ან არის კიდევ უკეთესი ვარიანტი AGM-ს თუ ჩააყენებენ. მან თუ სწორად მახსოვს 70 ამპერ-საათიანი აკუმულატორები ჭირდება, უფრო დიდი აკუმულატორები, ვიდრე ჩვეულებრივი ჰიბრიდს. ანუ ეს არის ჰიბრიდისთვის კი. და ეს არის 1.5 ტურბოსთვის, ან 2.0 ტურბოსთვის. კი, სასტარტერო აკუმულატორი უფრო დიდი მოცულობა ჭირდება, ევროპული სტანდარტის და არ შემდეგ. აქ გვაქვს ასევე მესამეც, ხო? მესამე Spark-ი, ესეც იყიდება ამბოლში, ესეთი არის ბიუჯეტური, მაღალი ხარისხის აკუმულატორი, რომელზეც გარანტია აქვს 2 წელი, ხო გარანტიებს გარემო უცბად ჩამოთვლი, ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი ესეთი საიმედო ხარისხის თქო აკუმულატორია. ბიუჯეტურ ფასად. ბიუჯეტურ ფასად, 2 წლიანი გარანტიით, მუთლუს აქ EFP იქნება თუ ჩვეულებრივ სითხეზე 3 წელი და ასევე აქვს ოფიციალური შემოტანი არის ბანერის ავსტრიული წარმოებლის, რომელსაც აქვს 5 წელი, სამუშაო რესურსი, შეიძლება ითქვას 8 წელიც. მაგრამ არის ერთი თავისებურება კიდევ. სამუშაო რესურსი ცოტა პირობითი არის. ერთია საგარანტიო პერიოდი, მეორე სამუშაო რესურსი. ანუ სამუშაო რესურსი ყველა მანქანაზე ვერ ექნება აკუმულატორს თანაბრად ერთნაირი. ყველა მანქანას თავის ტექნიკურ ელექტროობა სხვადასხვა სირთულისა აქვს და თავისი მომხმარებლები ყავს მე ამ მანქანაში კიდევ ცალკე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია დეტალი არის თუ ყურადღებიანი მძღოლია და უყვარს მანქანის მოვლა ან ოჯახში ყავთ 2-3 მანქანა კიდე მით უმეტეს უფრო გამართლებული არის, სახლში იქონიან აუცილებლად დამტენი. რომელსაც აქ უამრავი დატენის რეჟიმი. აქ არის ჩვეულებრივი სითხიანი, გელიანი, EFP, AGM, ლითიუმიანიც კი, რომელიც უკვე ნახმარებაში ხშირად შემოდის, მართალი ჯერჯერობით ძალიან ზვირებს, მაგრამ უკვე ბევრ სპორტულ მანქანას უყენია ლითიუმ პოლიმერი და მაგას სჭირდება სპეციალური დატენის რეჟიმი. არ არის ეს დამტენი, ვიტყოდი რომ საერთოდ არ არის ძვირი. თავის თავს ამოიღეს პირველივე მანქანაზე. რესურსს მომატებს აკუმულატორისას მინიმუმ 20% და შეიძლება ორჯერ მეტიც, ანუ 4 წელი რომ დაემუშავა, 7 წელი ამუშავა ამით. ანუ 7 წელი შეიძლება ამუშავა, როცა ჩვეულებრივ რეჟიმში შეიძლება იმუშაოს 4 წელი. კი, რა უნდა გააკეთოს ამისთვის? ხო. უბრალოდ წელიწადში ორჯერ, სასურველია სეზონის წინ, ამ ზამთრის წინ და ზაფხულის წინ ამოიღონ, მოხსნან და სტაციონარულად დატენონ ამ დამტენს. გადატენონ. კი, სრულად. შოთა, სანამ შემდეგ საკითხზე გადავალთ, ავტობილდის გამომწერებისთვის მაქვს ძალიან კარგი ამბავი. მოკლედ, თქვენ შეგიძლიათ ამბოლში, თუ მოხვალთ Honda-s მარკის ავტომობილით, მიიღოთ ნებისმიერ პროდუქციაზე 30%-იანი ფასდაკლება. ამისათვის რა არის საჭირო? პირველი, გამოიწეროთ ჩვენი არხი და მეორე, როცა მოხვალთ ამბოლში, უთხრათ პრომოკოდი სიტყვა AUTOBILD და ნებისმიერ პროდუქციაზე მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას მთელი წლის განმავლობაში 2026 წელს. ფასდაკლება მოქმედებს ძრავის ზეთზე, გადაცემათა კოლოფის ზეთზე, ანტიფრიზზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, აკუმულატორებზე, საბურავებზეც კი, ყველაფერზე. აი ესეთი ამბავი მინდოდა მე თქვა 30%-იანი ფასდაკლება პრომოკოდით AUTOBILD. ახლა გადავიდეთ ძრავის ზეთების საკითხზე. ეს გადავდოთ უკან, ზეთები გადმოვდოთ წინ. მათ შენ გაქვს Honda-s ორიგინალი ზეთი, რომელიც იყიდება ამბოლში. ხო ესეა? კი, ეს იაპონური წარმოების ორიგინალი ზეთი არის.
ეს ევროპული ვოლფი. მანქანა ყავს ამერიკული. დადის საქართველოში. ქართულ ბენზინზე. ქართულ ბჭყალებში. კი ბატონო. მოდი ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ 530 აკორდს არ უნდა. ხო, მოკლედ ესეთი სიტუაცია გვაქვს Honda-სთან. Honda ნამდვილი სახალხო ავტომობილი რო არის, ჩემ მარტო იქიდან ჩანს, რომ ძრავის ზეთების მიმართ აბსოლუტურად უპრეტენზიო არის. არ აქვს ეგეთი მარკეტინგული ფანდი, ასე ვთქვათ, დაშვებები და რაღაცები, უბრალოდ Honda-სთან არ არსებობს. ამიტომ Honda ითხოვს ხარისხიან ზეთს გარკვეული სპეციფიკაციების მიხედვით. ახალი თანამედროვე ძრავებში ყველას ფაქტურად უწერია 0.20 სიბლანტე და ამერიკული, იაპონური ბაზისით დამზადებულ ვერსიებს უწერია სიტუაციაზე უნდა გქონდეს API ილსაკის დაშვების ზეთები, რომლებიც აწერია აი ამ კონკრეტულ ვოლფის ზეთს და ამ სპეციფიკაციისა ზეთი, ეს ვოლფი. ასევე ორიგინალი ზეთი Honda Ultra. ამ შემთხვევაში უბრალოდ ხელთ 530 გქონდა, თორემ ისე 0.30 არსებობს Ultra Leo ქვია, რომელიც ასე შემოგვიყვება ოფიციალურად, კი 0.20 სიბლანტე. 0.30 თქვი წერა. არა უშავს. და რომელიც ასევე ოფიციალურად პირდაპირ იაპონიიდან შემოგვაქვს ამბობს. შეცვლის ინტერვალებზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ინდივიდუალურია ტარების სტილის მიხედვით, ალბათ 7000 კილომეტრი მაინც ჰიბრიდის შემთხვევაში და 1.5 და 2 და ის ტურბინიან ძრავებზე უფრო ნაკლები. იქაც 0.20 ჭირდება, სხვაობა მათ შორის მოცულობაშია მხოლოდ და Honda-ს ის უნივერსალური კიდე იმაშია, რომ ყველა ძრავს აბსოლუტურად ერთნაირი ზეთის ფილტრი ჭირდება 99 წლის მერე გამოსულ დღემდე. რა კაი ტიპები არიან, მოდი. აი, თუნდაც მაგ მხრივ და თუნდაც იმ მხრივ, რომ არ აქვს ძალიან ბევრი მოთხოვნა ზეთებთან დაკავშირებით, რომ ეს და ბოლოს ორი ზეთი რო შეგრჩება ხალხი, რომ ან ერთი რო ესნო ჩაასხა მარტო. კიდევ უფრო მეტიც, აი ტურბინიან ძრავისთვის მე ვფიქრობ, ევროპული AC-ია, C5, C6 სპეციფიკაციის ზეთი შეიძლება უმჯობესიც იყოს, რომელსაც აქვს Volvo-ს და BMW-ს დაშვებები, იმიტომ რომ ეს Volvo და BMW დამატებით ტურბინისა და ჯაჭვის ცვეთის ტესტებს ატარებენ და უფრო ხარისხიან დანამატებს ითხოვენ, ხარისხიან ზეთები, როგორც შედარებით ვიდრე უბრალოდ საკიან ზეთები. მეტი წრის ფასში. ხო. და ასევე Wolf-ი, რომელიც არის ბელგიური ზეთი და ჩვენ წინა გადაცემაშიც ჰქონდა წინა სერიაში და აქვე კიდევ ერთხელ გავახსენებ ჩვენს მაყურებლებს, რომ Wolf-ს თუ მოხვალთ ამბოლში და ეტყვით პრომოკოდს AutoBuild, არა მხოლოდ Honda-სთვის, არამედ ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის, ნებისმიერი სიბლანტის Wolf-ს მიიღებთ Wolf-ის ზეთს მიიღებთ 30%-იანი ფასდაკლებით. ამასაც გაგახსენებთ, მთელი 2026 წლის განმავლობაში მოქმედებს ეს აქციაც. გადმოვინაცვლეთ ბოქსებში, Honda Accord-ს არ ჭირდება აწევა და ქვემოდან დათვალიერება, ყოველ შემთხვევაში ბევრს ვერაფერს დავინახავ და თან სავალი ნაწილიც გამძლე აქვს და მოკლედ ეს არ არის საჭირო. ეხლა უნდა გავაკეთოთ ის, რომ ავხადოთ კაპოტი, ძრავის ხუფი და ჩავიხედოთ შიგნით და მივცეთ ადამიანებს მნიშვნელოვანი რჩევები ძრავთან პირველ რიგში დაკავშირებით. ეს რა უცნაურ ადგილზე აქვს? უცნაური ერთი და როგორ ესე დაკლაკნილი გინახია? ნეტყობაგის. უფრო მაღლა ვერ ავწევთ? რა მგონი. არა, შოთა, იქაც ხედავ მეორე საფეხურს, აი. აი, მიდი. აი, ესე ხო, კაცურად ავხატოთ. ესე იგი რა ხდება? აქ გვაქვს 2-დან 0 LFAI ერთი ძრავი, როგორც წეგან ვახსენეთ დასაწყისში. აქ 153 ცხენის ძალა და აქეთ გვერდზე გვაქვს ინვერტორი, იმის ქვეშ არის ხიდი ამძრავობა, ტრანსმისია ყველაფერი ერთად. და სისტემური სიმძლავრეს ახსენე კიდე ერთხელ რომ არ ეგონოთ რომ 212 ცხენის 212 ჯამური კომბინაციაში ჯამურად და ძალკე ჰიბრიდის ელექტროძრავის თქვით მეგონი 191 რა არის? ნუ აქ ხედავთ ლამბდა ზონს. სხვადასხვა ამის ფასი გადავამოწმოთ, დამაინტერესებს, იმიტომ 6 შტეკერიანი არის და ფართოზოლოვანია უკვე. ეს ნიშნავს, რომ ფართოზოლოვანი ლამბდა გვაქვს და ორიგინალი ღირდა მინიმუმ $500. $500 ღირდა ლამბდა? კი, აშკარად ვიღაცას ეთყობა Honda-ში ვიღაცას Denso-სთან ვალი აქვს თან რაღაც. ალბათ არასდროს არ ფუჭდება, ხო? თუ რა ვიცი, $500 ძალიან ბევრია. ამეთან ალბათ ჩინური ეღირება $35. ნუ ჩინური გაფუჭდება ძალიან მაგ. კაი, პრობლემები რა შეიძლება ელოდონ ამ ძრავთან? ნუ 1.5, რომელსაც ეწოდება L15B7. იმასთან პირველ თაობებში იყო რიგი პრობლემები, განსაკუთრებით ეს იყო ზეთის გაზავება, ანუ ბენზინი გადაქონდა, ის არის turbo GDI ძრავი და როგორც Hyundai, Kia-ს ძრავების სენი არის ხოლმე, ანალოგიური პრობლემა ჰქონდა, თუმცა მე ეტაპობრივად დახვეწა და 2016-დან თითქოს პრობლემა არ აქვს, მაგრამ პერიოდულად რაღაც მსგავსი პრობლემები შეიმჩნევა. 1.5. 2-დან 0-თანაც ოღონდ იქ უკვე არის ხოლმე ამ
თავაკის საფენის შუასადების დაცვის შემთხვევები, მაგრამ ჰიბრიდებშიც არის შემთხვევები ფიქსირდება ხშირად. ოღონდ ეგენი ჰიბრიდებს არ ეხება, რაც ახლა არა, ფიქსირდება. საქართველოშიც დაფიქსირდა. არის, იცი, არის შემთხვევა ხოლმე, აი ტურბინიან ძრავებში არის ხშირად 60,000-მდე უკვე პრობლემები ჩნდებოდა. არის Honda-ის ეს ძრავი 50-50-ია, რომელიც მალევე საგარანტიო პერიოდში აჩენს პრობლემას, არის რომლებიც 200,000 კილომეტრ უპრობლემო არის. ჰიბრიდსაც რაღაც სცენები მოყვება, არის ხშირად რომ უყურადღება უნდა მიექცეს, CO-ზე უნდა შემოწმდეს დროულად, იქ რაც ანტიფრიზმა არ დაიკლოს და ასე შემდეგ. მაგრამ ანტიფრიზს ვახსენებ, ბევრი Honda-s პატრონის მტკივნეული თემა სადუშოთ ხარისხენი ანტიფრიზი. ამაში როგორც უმეტესობა იაპონურ და კორეულ მანქანებში თავისებური ახალი თაობის ფოსფატიზირებული ანტიფრიზი ჭირდება, რომელიც კორეულ Hyundai-შიც, აქაც Honda-ში არის ლურჯი ფერილობის, ევროპაში ამ ბოლო წელი რაც გამოჩნდა უკვე წარმოებაში. და ჩვენ მეხლა აქ ხელთ არა გვაქვს, მაგრამ უკვე წინა წელს დაიწყო Wolf-მაც ამ ანტიფრიზის წარმოება და უახლოეს პერიოდში ამბოლში იქნება ხელმისაწვდომი. შოთა ბარემ აქვე უთხარი მაყურებლებს, რომ ჩაასხან სხვა ანტიფრიზი, რა შეიძლება მოხდეს? პრობლემა რაშია, ესე იგი, პრობლემა არის ძირითადად ფერის გამო შედიან შეცდომაში. ადრე არსებობდა ევროპაში ფართოდ გავრცელებული იყო ეს ლურჯი ფერის ევროპული ტიპის ანტიფრიზები, ძველი თაობა, რომელიც არაორგანული ანტიფრიზები ეწოდებოდა და ეს არის ფოსფატური ორგანული ანტიფრიზი. ანუ ტექნოლოგიურად რადიკალურად სხვა ანტიფრიზი არის და ხშირად შეიძლება მავნებელი იყოს ეს ძველი თაობის ევროპული რაღაც იაფასიანი ანტიფრიზი ჩაასხა. კიდე ცალკე პრობლემაა ეს ფალსიფიცირებული ეს თურქული, იქნება თუ უკრაინული თუ რუსული, არის 1000-ნაირი ჯურის ანტიფრიზი შეიძლება იყვნენ საქართველოში და გერმანულად იყიდებოდეს. და ხშირი შეცდომაში მაგით შედიან რომ ასხავენ რაღაცას დიაფიან შეუყოვლად შეუსაბამო ანტიფრიზს იჭამს აქ ალუმინის რადიატორს აქ კიდე არის ელექტროწყლის ტუმბო რომელიც შეიძლება ადვილად დააზიანოს ალუმინის ბლოკი არის ძრავზე ისიც ზიანდება ხშირ შემთხვევაში და ასე შემდეგ პრობლემებს იწვევს ანტიფრიზი ინვერტორსაც იგივე ანალოგიური იგივე სპეციფიკაციის იდენტური ანტიფრიზი ჭირდება. ეგ არის ძალიან დაბალ ხარისხზე და აი ხარისხიანი ოღონდ არა ამ დაშვების ანტიფრიზი რო ჩავასხა? შეიძლება ლექი გაიკეთოს, არ ვიცი, არ მგონია მთლად გრძელვადიან პერსპექტივაში რამე ისეთი იმუშავოს. დრო უახლოეს 2-3 წელია შეიძლება უპრობლემოდ იყოს თავი არ იჩინოს. მაგრამ მე იჩინოს რაღაცას ზიანებს. ხო, ნუ ეს ეგერი მაშინ ნუ იშვიათად ჭირდება, მაგრამ ძველ თაობას ხშირად ჭირდებოდა ამის გაწმენდა, ტექნიკური სერვისები რაც შეიძლება დაჭირდეს, ხო, Honda ითხოვს სადღაც 100,000, შეიძლება 80,000, მაგრამ ალბათ 100,000-ზე, როცა შეიცვლება ალების ანთლები გადამოწმდეს გამანაწილებელი ლილვის ქვეშ ვიტეკის მხარეს, ხო, აქ ვიტეკის სისტემა, ეს ვტეკი, ასე ვთქვათ, არის iViteki, ეს უკვე ელექტრონულად იმართება, ის ფაზა რეგულატორი, არის ფირფიტები, თეფშებს რო ეძახიან და რომელსაც ჭირდება იქ ღრიჭოს ზომის ზაზორს რო ეძახიან, ღრიჭოს გაზომვა. ანუ ის შეიძლება მოწვდეს მუხლები მის გამანაწილებლებს და პერიოდულად 100,000 კილომეტრზე ერთხელ შეიძლება დაჭრეს ის შემოწმება. რაც შეეხება გამშვებ მხარეს, ხო ის შემშვები მხარეა, გამშვებ მხარესაც შეეხება უკვე მან ჰიდრავლიკური ბიძგველები, დაკაწელები აყენია, იმას არ ჭირდება რეგულირება. ნუ Honda რამდენად წეღან ვახსენეთ, Z-ის ფილტრი უნივერსალურია და ყველას ერთი Z-ის ფილტრი უყენია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად Honda-თვის გაკუთვნილი, ზომებით ის იდენტურია როგორც Toyota-ს და როგორც ადრე ვახსენეთ Subaru-ს გავს, მაგრამ წნევებში და ხარისხში სხვაობა. ასე ძველ Mitsubishi-ს ძრავების ფილტრებს აყენებენ, რომელიც ორჯერ აფიღირს ამისთვის, მაგრამ Honda-ს სცენი, რასაც Honda-ს ვერ ვიტანდი ვერასდროს და არის ჰაერის ფილტრები. ანუ Honda-ს ყველა ძრავს ეს იქნება რესტაილინგამდელი, სხვადასხვა მოდიფიკაცია სიმძლავრეში, იმაში ყველას უკვე ინდივიდუალურად სხვა ზომის ჰაერის ფილტრი. არ შეიძლება და ერთ მოდელზე ერთდაიგივე დააყენო, როგორც გერმანელები ამ Toyota აკეთებს. მაგრამ ფილტრი ხო აკეთეს ეგრე და ჰაერის ფილტრი ბოდიშია. ჰაერის ფილტრზე ფულ შოულობენ აშკარად, იმიტომ რომ ეხლა ევროპაში აკორდის გაყიდვები გაჩერდა მერვე თაობის დროს 2015-ში შეწყდა. დიდი ხანია აღარ იყიდება ევროპაში. ანუ ევროპელი წარმოებლებში უკვე მე-9, მე-10, მე-11 თაობაში ევროპელი ბრენდები აღარ ამზადებენ ამის ფილტრებს, აღარ ითვალისწინებენ და სანდაიშო არის ჩინური იაფასიანი ალტერნატივა ან ორიგინალი. ბრენდული უნდა გამოწერო იშვიათად ისიც ამერიკიდან. ხარისხიანი ჰაერის ფილტრის, მithumetes ზეთოვანი ჰაერის ფილტრების დაყენება ამ ძრავებისთვის, ახალი თაობის Honda-ებისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.
იმიტომ ესეთი გამძლე აღარ არის Honda-ს ძრავი, უკვე განაზდნენ და ეს უხარისხო ჰაერის ფილტრის დაყენების შემთხვევაში მტვერს დიდი ალბათობით ბევრს შეიტანს და დააწყებინებს ზეთის ჭამასაც. ამ ძრავებისთვის უკვე ზეთის ჭამა ესეთი ნიშნულობა აღარც არის. მით უმეტეს თუ ზეთის ფილტრსაც რაღაც არასწორს დაუყენებ ძველი მიწურულისას ან იაფიან ხაუხარისხოს არაზეთოვანს აი ზეთის ფილტრს გულისხმობ და ჰაერის ფილტრსაც დაუმატებ პლუს ეგ ანალოგიურად უხარისხოს კი ზეთის ჭამა დაიწყოს ეგრეთ წოდებული ჭამა შანსი არის დიდი ხო მოკლედ ძრავზე მე მგონი სალკმარისად ვისაუბრეთ 100,000 უკვე მიდის და ალების ანთლების შესაძლებელი აქვს და პატრონმა სწორედაც რომ მაჩვენა სურათებიდან მკითხა უკვე რაღაც კითხვები ქონდა და იმასაც დიდი ყველას ესეთი ეჭვი აქვს ხოლმე როდესაც კი დაინახავენ ხოლმე NGK-ის გარშემო იქ მოსაკედი სადაც ეს 6 წახნაგეს თავზე კერამიკასთან ყავის ფერფერს გონიათ რომ გაზები გააპარავ NGK რომ თუნდაც ქარხმა დაყენებული შანსი არა თუ ძალიან ხელთ არ ჯიგულად პონჩი არ გადაუჭირე ვერ გადაპრესა ისე ვერ გადატეხა რომ გაზმა გააპაროს იქ ეს არის უბრალოდ სპეციალურ ფხვნილში არის ამოვლებული ეს კერამიკა რომ ჩასმის დროს ჩაპრესის დროს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიით იფრესება რომ არ გათხდეს და არ დაზიანდეს უბრალოდ სიმხურვალეზე როგორ 200 გრადუსი 300 გრადუსი გაცხელდება ის ფერს იცვლის რა თორე ახლა მულტიბრგეს აპარატი რომ ჩავდო და გავრეცხო გასწორდა არაფერი კერამიკა გამუქებული არ არის უბრალოდ ეჭვიც არის ის ცოტა წვამომატებული აქვს და ალბათ ალების ანთლების შესაძლებელი რომ მაგის ბრალიც არის სამი სახეობის კოლოფი გვაქვს, სამი სახეობის ძრავი. პირველი დავიწყო ყველაზე პატარადან 1/5-დან, იქ გვაქვს კლასიკური ვარიატორი ღვეძე, სადაც ჭირდება ის გავრცელებული HCF2 ვარიატორული ზეთი და ანალოგიურად ყოველ 40,000 ერთხელ უნდა შეცვლა. შემდეგ არის ეს 10 სიჩქარიანი მეტად საინტერესო კოლოფი 2.0 ტურბოზე, არა ჰიბრიდს. კი. და მან არის ერთი სირთულე წააწყდებიან, ვინც შეიძენს 2.0 ტურბოს. იშვიათად რამდენი მოდელზე აყენია სულ და ეს ზეთი მხოლოდ ამერიკის ბაზარზე ხელმისაწვდომი ეწოდება ATF Type 2.0 თუ სწორად მახსოვს და საქართველოში მე რაც ვეძებე ჯერჯერობით ვერ ვნახე. არ ვიცი თუ იშოვება, ალბათ შეკვეთით თუ ჩამოვიტანენ საკმაოდ ძვირად. ამიტომ ელოდეთ სურპრიზებს, როცა მოუწევს ზეთი შეცვლა და ეს აუცილებლად ყოველ 50,000-ზე მოუწევს. და რაც შეეხება აი ამას, ამას და ყველაზე მარტივია, ვფიქრობ, აქ მოსაცვეთიც ნაკლებია და ისეთი ალბათ ყველაზე კომფორტული გადაცემა აქვს, კოლოფი აქვს, კოლოფი ძრავი ერთად ყველაფერი მოყრილი. ჩადის 2.2 ლიტრი როგორც ვახსენეთ, მიდის კლასიკური ATF W1 და შეუძლია კი აქვეც ნახეთ ეს თურაც გამოვაჩენთ რომელია ეს ორიგინალ შეფუთვას და ზურიც არის საკონდი ხელმისაწვდომი ფასები აქვს უნივერსალ ნებისმიერ უნივერსალ მულტი ATF-იც კი მუშაობს აი ჩვენ კი ვისურვებთ დღეს რომ 2.0 ტურბო ყოლოდა თქო მაგრამ თუ გადაცემათა კოლოფის ზეთი ესეთი დეფიციტურია, უკვე აღარ ვისურვებდი, რომ ჩვენ კი ერთი დღით ყოლოდა, მაგრამ ვისაც ყავს და ვის მანქანაც არის ის 2.0 ტურბო, ესეთი პრობლემური თუ გადაცემათა კოლოფის ზეთი უკვე პრობლემაა. და ეს ყველაზე მარტივი გამოდის და მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა იქნება 2.0 ჰიბრიდზე, იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა მომხმარებლებისა ითხოვს ჰიბრიდს და ეს იქნება იდეალური გამოსავალი და მოკლედ გადაცემათა კოლოფის ზეთის კუთხით პრობლემა არ ექნებათ. გავედით ბოლოში და გადავიდეთ დასკვნაზე. შოთა, მე მგონი კომენტარებში როგორც ითხოვდნენ, დღეს გაცადე ლაპარაკი, ხო? აცადეო, მაგ კაცო ესე წერდნენ ბოლო წინა ვიდეოში და გაცადე დღეს მე მგონი კარგად, რა ვიცი, ალბათ თქვენ რას ფიქრობთ. კარგი, დავასრულოთ. დაიმსახურა შენი სიმპათია ცოტათი მაინც? მეტნაკლებად. მეტნაკლებად. ტექნოლოგიურად დახვეწილობები და რაღაცეები აქვს, კარგი აქვს, უფრო მეტადაც კომფორტულია ვიდრე ველოდი. მაგრამ რა ვიცი Honda-ზე არ გადაჭდები? აკურატ TLX-ი, Type-S-ი, PMC Edition-ი მაჩუკეთ. ერთი წელი ვიყო. Type-R-ი მექანიკა ხო ძალიან მიყვარს. Honda Civic Type-R-ი მექანიკა მიყვარს ძალიან. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, რაღაცა კონკრეტული, სერიოზული სუსტი წერტილები ამ მანქანას ვერ უპოვეთ. რაღაცა წვრილმანები არის კი, რაც ახლა ჩამოთვალე, მაგრამ შეიძლება ისეთი გამძლე აღარ არის, როგორც აი ძველი Honda-ები იყო და ისეთი უკვდავები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც საბოლოო ჯამში კონკურენტებთან შედარებით თუნდაც
თავის კონკურენტებს შედარებით არის ძალიან სანდო ავტომობილი. ესე ჩანს. ეხლა წლები რო გავა, კიდე რა გამოჩნდება ეს არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ არის თან ახალი მანქანა, ეს არის უკვე 6-7 წლის ავტომობილი და მაინც ძალიან კარგია და მოკლედ ეს კონკრეტული რაღაცა სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავთ, ხო? ხო ესეა. და დაშლა არ მოშლას და ჩვენ რუბრიკას როგორც ეკადრება, ეხლა ბოლოს სადღეგრძელო უნდა ვთქვა და რაღაცა უძღეგრძელოთ ამ მანქანას. და კონკრეტულად რა უძღეგრძელოთ არ ვიცი. შენ გააქვს რამე იდეა? აკორდზე ვერაფერი ისეთ. ვერაფერი. ანუ რამე რო ესე უძღეგრძელოთ, რომ აი ამან დიდხანს ეცოცხლოს რაღაც რავს ან რაღაც ნებისმიერ ეგრე არ არის. მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, Honda-ს არ მოშლოს გაუმარჯოს იყოს ეგეთი სადღეგრძელო და ამით დავამთავროთ. დროებით დაელოდეთ შემდეგ გადაცემას, შემდეგ დაშლა არ მოშლას და დაგვიწერეთ კომენტარებში რომელ მანქანას ისურვებდით. გამოიწერეთ რა თქმა უნდა ჩვენი არხი და ჩვენ ყოველთვის შემოგთავაზებთ ასეთ და კიდევ უფრო უკეთეს ვიდეოებს. დროებით